ამას მოგესალმებით, მინდა გითხრათ, ჩვენ ეს გახავთ გამოცხადებული შვილი აბა წერმა დააფიქსირა მისი პროექტი დასავლეთში და კონსულტაციების სხვადასხვა პარტნიორებთან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გამოსალომე რომ მოგდადი ჩვენთან და ინვესტორებს რომ დეტალურად ისაუბრებთ იმ სტატისტიკებზე რაც ჩამოყვათ იქედან სანამ ის ამ თემას მიუბრუნდებოდეთ მინდა ან სუხარებით აღნიშნო რომ ხვალ დაგზავნენ ბატონ რეზო გვარლიას გეცოდინებათ გამოსალომე ცნობილი რეჟისორი მულტიპლიკატორი დოკუმენტარისტი მრავალი კინოფესტივალის პრეზიდენტი ძალიან საინტერესო და ესეთი ადამიანი იყო მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა ეს 80-იანი წლების 200 საათია გადაღებული ამ ადამიანს ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ პერიპეტიები და დასწავლანია ხვალ ამ ადამიანს გზავავენ და მე მწყდებებული მისი ფილმის ზონა საჩურის ნიუ-იორკის ეროვნულ მუზეუმშიც კი აჩვენეს მიდიან ის ადამიანები ვისაც მთელი სოლიდარული ქონდათ ჩადებული ქართული საქმისას ქართული საქმე არ კეთდება დღეს ეს სერიოზული პრობლემაა ის რომ რეალურად საქართველოში აღწევდა საქართველოს ბედი და თქვენი ხედვა აიქნება დარწმუნებული ვარ მაყურებლის საინტერესო როგორ ვიყურებენ იქედან რა სიახლეები არის და ახლა სასამალი არა ყველა ელოდება 20 იანვარს როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია რეალურად შეუდგება თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის გარკვევას სულხების არის თქვენ უყურებთ თუ არა ძალიან საინტერესო საუბარი იყო ატვიაში მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება ბარაკ ობამას და მედვედევის შეხვედრისაზე იქ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი იქნება საქართველოსთან მიმართებაში ამ ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობები ხელი აზრი ყოველი ამის გარშემო კერამიკი დავიწყოთ ბოლოსი დავიწყოთ მოგესალმებით შეერთი ხადიარის 2009 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი ქვეყნის მსოფლიო ურთიერთობებისთვის იმიტომ იწყებს ახალი ამერიკული ადმინისტრაცია მუშაობას 20 იანვარს ძალიან ბევრი მოლოდინი გაჩნდა მსოფლიოში რომ ეს ახალი ადმინისტრაცია იქნება ნამდვილად ახალი და ახლის მომტანი ამერიკა არის და რჩება მთავარი დღეს ძალა მსოფლიოში მაგრამ ეს ძალა როგორ იქნება მართული და რისკენ მიმართული არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის მერე რაც რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა რომ ომზეც მზად არის აგრესიაზე მასთან რა ტიპის ურთიერთობა შეიძლება მოენახოს ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თუ მივალთ ჩვენამდე ამ მომენტში მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში და სხვათა შორის ვთვლი რომ საჭიროც არის რომ 2009 წლის ალბათ ბოლოსკენ უფრო შედგება მთელი მოლაპარაკებები ევროკავშირის ამერიკის და რუსეთის შორის იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს მოწყობილი ხვალინდელი უსაფრთხოება ევროპაში ეს გადაიდო ამ თემაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია ჩვენ სინამდვილეში იალტას მერე და ელსინკის მერე მესამე ეტაპი არ გაგვივიდა ჩვენ ვამოქმედიანად ამ ევროპამ და ეს გასაკეთებელია და შეიძლება ითქვას რომ ამ ომმა ეს აჩვენა ყველას რომ საჭირო არის რომ ამის გარეშე არ იქნება ის საბოლოო არასდროს არ არის არაფერი მაგრამ საბოლოო სტაბილიზაცია ევროპაში ეს გადასარგმელი ეტაპი და გასავლელი ეტაპი გასავლელი მე ვშიშობ ერთ რამეს რომ დღეს და თუ არაფერი შეიცვალა ჩვენ საქართველოს შევხვდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს სრულად დაუცველი და ეს არის მე ამითი დაბრუნდი უცხოეთიდან იმითი რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ნდობა უკვე აღარ არსებობს არც ამერიკაში არც ევროპაში ნდობა არ არსებობს მაგრამ ამერიკაში კიდევ არსებობს და ამას უნდა ჩამოვებაუჭოთ კიდევ არსებობს ორიენტაცია და სურვილი რომ ეს ორიენტაცია შენარჩუნებული იქნას ორიენტაცია რომელსაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და არა საქართველოს ვთქვათ რამე გარიგებაში საქართველოს დავიწყება ევროპაში რადგან ევროპის ბევრად უფრო ახალი ხილი იყო ეს საქართველოს და საქართველოს ბრუნვა
არის ძალიან დიდი გულგატეხილება იმის მიმართ, რომ აი საქართველოსთვის ჩვენ ჩავედეთ ამ ამბავში, რაც შეიძლება ყველაფერი გავაკეთეთ და მართლაც იმ მომენტისთვის გადავარჩინეთ და ამის მიმართ საქართველოსთან არაფერი არ მოდის, არავის არის რეალური არც მადლობის გრძნობა, არც იმის სურვილი რომ რაღაცნაირად ამიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ რაღაც თანამშრომლობაზე, არამედ პირიქით რაღაცა გაცილმა, ლანდღვა, რომ ეს ევროპელები არაფრად არ ეგვამიან არაფერში და ეს მიდის იქობამდე და რაღაც განწყობები შევამჩნია ამჯერ, რომ თუ ასე არის და საქართველოს თუ ურჩევნია რომ ერთ-ერთზე დარჩეს რუსეთთან, იყოს ბოლოს და ბოლოს და ამორჩიოს თავისი გზა. ამიტომ ჩვენ გქონია სერიოზულად იყოს ერთ-ერთი განწყობებზე ლაპარაკობ ამ შემთხვევაში და ეს განწყობები ქმნის იმას მაგალითად რომ დღეს ლაპარაკი არის იმაზე და ბევრი ეჭვები გამოიხატა ამის შესახებ რომ თქვათ დამკვირვებლები ევროკავშირის დამკვირვებლები რომელიც შემთთვის არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადადგმული ნაბიჯი იმისკენ რომ ევროპა შემოვიდეს ამ რეგიონში და იყოს რომ ამის სანაცვლოდ შეიძლება ისევ დაუბრუნდეთ რაღაც გაეროს ეუთოს რომელიც ძალიან ცუდი არის არა იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები თავისთავად ცუდი არის მაგრამ ეს ამ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ პოლიტიკური ნება ევროკავშირი არის ერთადერთი ორგანიზაცია რომელსაც გააჩნია პოლიტიკური ნება და რომლის საბჭოში არ ზის რუსეთი ამით არის ძალიან განსხვავებული ყველა ქვეყნისაგან ამიტომ აქ არის ძალიან სერიოზული 2009 წელი იქნება ძალიან სერიოზული და ჩვენ ყველაფერში თვალდახელშვა მიდის ეს ქვეყანა იღუპება ამ ქვეყნის დამცველი შიგნით არაფერს აღარ ვამბობ იმიტომ ყველა მისთვის დავიწყეთ ახლა იმ უბედურებების რაც ხდება ქვეყანაში გინდათ ეკონომიკაში გინდა დემოკრატიაში გინდა სოციალურ სფეროში არაფერი აღარ არსებობს და ეკონომიკა არ არსებობს და ამიტომ სოციო კრიზისი ჩვენზე არ გადმოდის ჩვენ გვაქვს ჩვენი ღრმა კრიზისი რომელიც არის ეკონომიკის არარსებობა და ამის რამენაირად გასოცლება არ იქნება იმიტომ ეკონომიკის გასოცლება დაფუძნებული არის ორ რამეზე ხალხის აქტიურობაზე და ხალხი დღეს არის გაშიშებული არის საითკენ და რა მოხდება მეორე სასამართლოზე ინვესტიციები რო არ შემოვა ამ ქვეყანაში ამ სიტუაციაში სადაც ყოველ მეორე დღეს ისმის ომზე საუბარი ესეც ხადია და გარეთ ეს ხელისუფლება და მის მიმართ დაკარგული ნდობა ნიშნავს რომ ჩვენ ყველგან წაგებულები ვართ როცა ლაპარაკი არის იმაზე თუ რა უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნები მოლოდინი ახალი ამერიკულ ადმინისტრაციის იმის მაგივრად რომ დღეს როცა მზადდება პოზიციები იმის მაგივრად რომ იქ საქართველოს ხელისუფლებიდან ჩადიოდეს ეს მოთაზრებები მე ჩავდივარ ვიღაცა ჩადის და ამ ფორმით რაღაცნაირად ვახერხებთ რომ საქართველოს საზოგადოების მოლოდინები გადავწყვეტ იმ დროს როცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ ჩვენ არცად არ ვფიგურირებთ თუ არა იმ სრულიად უაზრო მოქმედებებით რასაც ერქვა პოლონეთის პრეზიდენტის ღამღამობით წაყვანა ახალგორში რამაც დატოვა ძალიან ცუდი კვალი ეს ამას სრულიად არ უყურებენ ხუმრობით და იმისი ჯერ ერთი პოლონეთის პრეზიდენტის დაცვის უფროსი გადააყენეს მეორე დღეს პარლამენტმა ეს მიიღო ძალიან სერიოზულად პოლონეთში იმიტომ იმას პარლამენტი აქვს და ეს სერიოზული დემოკრატიული ბალანსი არსებობს იქა და ეს არის პირდაპირ თქვენს რომ ვინმეს თუ გონიაო რომ ჩაგვითრევენ ომშიო ლაპარაკი არის სააკაშვილის ის ეს ჯერა ძალიან ხდება იმიტომ ჩვენ არც ერთ ომში არავინ არ ჩაგვითრევს რაც არ უნდა მომხდარიყო ღამღამობით ახალგორში